მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა ინტერესისთვის. რაც შეეხება ქართულმა ოცნებამ ჯამში ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრა 6 სისხლის სამართლის საქმე. აქედან 4 აღძნა ბოლო 1 წლის განმავლობაში, ანუ გატაცების შემდეგ, როდესაც ნიკა გაიტაცეს, ეს იყო 2025 წლის 29 მაისი, მის შემდეგ უკვე ეს არის მესამე განაჩენი. მეოთხე განაჩენის მოლოდინში ვართ, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეს. ეხლა რაც შეეხება ლიდერების საქმეს უწოდებთ ჩვენ, იმიტომ რომ შეუძლებელია საბოტაჟი ეწოდოს იმას, რასაც აბრალებენ ამ ადამიანებს. საერთოდ რომ იცოდეთ მაგ საქმეში, მე პირველივე დღიდან, როდესაც ეს საქმის მასალები გადმომეცა, ამ საქმეს უწოდე მაკულატურა. მაკულატურა რატოა? იმ ფურცლებში საერთოდ ხსენებული არის ნიკა მელია, მხოლოდ ნანა კაკაბაძის და მისნაირი, ანუ შაქარაშვილის ჩვენებაში არის უბრალოდ ხსენებული, თორე ნიკა მელია საერთოდ სხვა მტკიცებულებებში გარფიგურირებს, საერთოდ, ანუ სახელდაგვარს ვერ ნახავთ ნიკა მელიასაც მაგ საქმეში. ანუ მთლიანად მაკულატურაა, ამიტომ ეს საქმე და ნუ ამაზეც ველოდებით განაჩენს. ეხლა რაც შეეხება ამ რატომ 6 სისხლის სამართლის საქმე და რატომ გატაცებიდან მესამე განაჩენი. ტერმა და მოყარემაც იცის ნიკა მელიას პოლიტიკური უნარების შესახებ. ქართულ ოცნებას აფრთხობს, აშინებს ეს უნარები. ყველამ იცის ის, რომ ნიკას ძალიან კარგად გამოდის საზოგადოებასთან, ხალხთან ურთიერთობა და სწორედ ეს აშინებს, როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას და ამიტომ ცდილობს მისი იზოლაციის გადავადებას და ნიკა მელიას ხალხთან არ ქონდეს კომუნიკაცია და სიმართლე უფრო ეფექტურად არ მიაწოდოს საქართველოს მოსახლეობას. ნიკა მელია ყავთ გამოკეტილი და იგონებენ მის წინააღმდეგ ახალ ბრალს. ახლა რატომ ვამბობ, რომ იგონებენ? იმიტომ რომ ექსპერტიზა ვერ ადგენს თორნიკე ქოჩქიანის მისამართით ნათქვამი სამი ასოსგან შემდგარი სიტყვათა კომბინაცია თქვა თუ არა ნიკა მელიამ. მაგრამ მოსამართლე ნინო ელეშვილმა მაინც გადაწყვიტა, რომ ნიკა მელიასთვის დაებრალებინა ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პროკურორიც ამბობს, რომ ეს ნიკა მელიას ხმა არ არის, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ნიკა მელიასთვის დაებრალებინა. ამ განაჩენთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რაც არის, რომელი მოსამართლის სიტყვიერ შეურაცხყოფასაც ნიკა მელიას ედავებოდნენ და დღეს განაჩენი გამოცხადა, ეს არის ის მოსამართლე, როდესაც 2025 წლის 29 მაისს ნიკა მელია გაიტაცეს, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს გატაცების სამართლებული შეფუთვა დასჭირდა. სამართლებრივად ეს საქმე შეიფუთა შემდეგნაირად, რომ თითქოს პოდკასტი მიმავალმა ნიკა მელიამ ვერაზე სამართალდამცავებს მიაყენა შეურაცხყოფა რეალურად და ამიტომ ნიკა მელიას მოედავნენ წვრილმა ხუნიგლობას. და აღმოჩნდა იმ პროცესი. როცა ნიკა მელია ამ თავისი უფლებების დარღვევაზე, უკანონობაზე ესაუბრებოდა ბატონ ქოჩქიანს, ქოჩქიანის მხრიდან იყო რაღაც ყველანაირად ამ მოსაზრების უგულყოფა არისმენდა და ცინიკური დამოკიდებულება. როდესაც მოსამართლეს ესა თუ ის ბრალდებული სხდომის დარბაზში აწვდის დანაშაულზე ინფორმაციას, მოსამართლე ვალდებულია, რომ შესაბამის ორგანოებში გადააგზავნოს შესაბამის წერილობითი მოთხოვნა საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ქოჩქიანი ესე კი არ მოიქცა, ნიკა მელიას არ უსმენდა. შემდეგ როგორ განვითარდა იქ მოვლენები? სხდომა, როდესაც დამთავრდა ბუნებრივად ყველა სხდომის დამთავრებას, ყვება ფეხზე ადგომა და რაც ხმაურს იწვევს. ნიკა ფაქტიურად გასული იყო და მათ შორის მოსამართლეც დარბაზიდან და თითქოს ამ ვიდეოში ისმის ის ყადაღებული რაღაც სამასოიანი სიტყვა, რომელზეც ჩაატარა თვითონ ბრალდების მხარემ ექსპერტიზა და ექსპერტი თავად წერს, რომ ეს ხმა ნიკა მელიას ეკუთვნის თუ არაო, არ დგინდება. დღეს მე მოსამართლეს ისიც კი უთხარი, რომ იქნებ მე დარბაზში ვიმყოფებოდი, მე ვთქვი ეს სიტყვა. იქნებ 50-მდე პირი იყოს სხვა დამსწრე საზოგადოება დარბაზში. იქნებ მათმა თქვენ, საიდან დგინდება, რომ ეს პირობითად ეს სიტყვა უშუალოდ ნიკა მელიას ეკუთვნის. საქმის მასალებიდან ეს არ დგინდება და ეს დასკვნით სიტყვაში თავად პროკურორმაც თქვა. ეხლა ყველაზე თავარ და ნიშანდობლივი კიდევ რა იყო დღეს. დღეს მოსამართლე, როდესაც დარბაზში ჩამოვიდა, ისე რომ ჩვენ დასკვნითი სიტყვა მოსმენილი არ ქონდა დაცვის მხარისთვის, არც ბრალდების მხარისთვის, მან დაწერილი განაჩენი უკვე ჩამოიტანა. ანუ წარმოგიდგენიათ ხო მართლმსაჯულების ხარისხი, როგორი აი ფორმალურია. როდესაც ვიძახით, აი დღეს დავრწმუნდი კიდევ ერთხელ ამაში, ანუ მოსამართლემ ისე რომ დაცვის მხარის პოზიცია დასკვნითისია, მთავარი სისხლის სამართალში თუ რამე არის, ეს არის დასკვნითის სიტყვა, რომ აჯამებს დაცვის მხარე, ბრალდების მხარე და ყველაფერს ერთობლიობაში მათ შორის მტკიცებულებებს და ასე შემდეგ აწვდის სასამართლოს თავის საბოლოო მოსაზრებას. მიუხედავად იმისა, რომ
ეს არც კი მოისმინა მოსამართლემ და არც კი დაელოდა, იქნებ რას ვეუბნებოდით, ხო? რა მოსაზრებებს ვაწვდიდით სასამართლოს და რა სამართლებრივ დასკვნებს. მიუხედავად ამისა, ის ჩამოვიდა უკვე დაწერილი განაჩენით, რომლის ციტირებაც მოახდინა დარბაზშივე. მადლობა ბექა. თუმცა სასჯელი, ანუ ესე ძალიან ყოფით ენაზე, პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ, არ ეზრდება ნიკას, იმიტომ რომ წელიწადნახევრიანი სასჯელი, დიახ, რადგან წინა განაჩენითაც იყო წელიწადი და 6 თვე და ეხლაც ნიკას მიესაჯა წელიწადი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის ესე რო ვთქვათ, ათვლა დაიწყო 2025 წლის 20 ივნისიდან, როგორც წინა განაჩენით. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მოცემულობით ნიკა მელიას საპატიმრო ვადა ეწურება 2026 წლის 19 დეკემბერს. კი ბატონო. იმედი მაქვს 2026 წლის 19 დეკემბერს მაინც ძალიან მოწყურებულია ნიკას თუ რაიმე აწუხებს, დაარდობს, ფიქრობს ეს განაჩენი და ეს ფორმალურად რაღაცა შეთხზილი საქმეები კი არ არის ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის ბედია. ამიტომ თუ რაიმე ენატრება, თუ რაიმე წყურია არის ის რომ რაც შეიძლება მალე გამოვიდეს თავისუფლებაზე და ხალხთან ურთიერთობით დაკავდეს და 24/7-ზე აპირებს იმას რომ პოლიტიკური საქმიანობის მთავარ საშუალებად აქციოს ხალხთან ურთიერთობა. დიდი მადლობა ბექა კვენიკაძე.